დღეს წელი მტკივა, არ ვაპირებდი ვიდეოს ჩაწერას, რადგან დავიღალე ამდენი მუშაობით და შრომით რეალურად. მესმის რომ ზოგ ადამიანს უწევს რაღაცა სინკარების და 50 კილოიანი ცემენტის მეშოკების თრევა, მაგრამ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, რამდენ შრომას მოითხოვს კამერის წინ ჯდომა და ყვირილი წარმოსახვით მეგობრებთან. ასე რომ მე მაქვს ყველაზე რთული სამსახური საქართველოში. მე და სპარის თანამშრომლებს. ნუ გადავალთ ამაზე, უბრალოდ იცოდეთ რომ დღეს იგივე მაისური მაცვი არა წინა გადაცემაში და ბევრს მოგეწონათ და მოდით გავათამაშოთ გადაცემის ბოლოს. ნუ არ ვიცი ამას გავათამაშებ თუ ახალს გამოგიწერთ, რადგან ძვირი არ ღირს კაცო. მაგრამ ერთ ცალი ეს მაისური გავათამაშოთ და ნუ მე თქვენ აირჩიეთ, ხა ეს გინდათ ჩემი ნაცვამი თუ ახალი გამოგიწეროთ. მოკლედ, გადავიდეთ სპარის თანამშრომლებზე. ესეთი ამბავი მოხდა საქართველოში დღეს ამაწიოკეთ ხალხმა რომ ჩაწერე ამაზე ვიდეო, კი ბატონო. ნახოთ. დავიდან დავიწყოთ. კაი, მოიცა მოდი ჯერ არ გავაგრძელოთ. დავაპაუზოთ. კაი, ესე იყოს. მოკლედ, ქალბატონი მანჩო გიორგობიანი თუ გრიგორიანი, არ ვიცი რა არის. მანჩო გიორგობიანი, ხო? მანჩო გიორგობიანი დაუპირისპირდა სპარის თანამშრომლებს. დედაგინა რის გამო არ ვიცით, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემა არის პრო ძალადობრივი და პრო ქალების მხარდამჭერი, ან ჩვენი გადაცემა არის ფემინისტური რეალურად, ასე რომ რაც არ უნდა დაეშავებინა ამ ქალბატონს, ყველაფერში მაინც მართალია. და ჩვენ მხარს უჭერთ მას. არა, რეალურად, ანუ ეხლა ხალხი განიკითხავს ქალბატონ მანჩოს, რომ ანუ ესე როგორ შეიძლება ჩხუბი მაღაზიაში კონსულტანტებთან კამათი პირველი ქვა იმან ესროლეთ, ვისაც კონსულტანტებთან არ გიკამათიათ. ანუ რისთვის არსებობს სპარი ზოგადად? ეს მართლა არ მესმის და ხალხს რომ შეგნებული არ გაქვთ. ზოგადად სპარი რისთვის არსებობს? აი უყურეთ, დილის 9-დან საღამოს 12-მდე სპარი არის ჩვეულებრივი მაღაზია, სადაც შეგიძლია შეხვიდე, შეიძინო საჭირო ნივთები და გამოხვიდე. მაგრამ 12-ის მერე სპარი იქცევა, აი გლადიატორების არენა რეალურად. და ჩვენი გადაცემა ამის მომხრეა, რადგან ეს არის რეალობა. ანუ აი წარმოიდგინეთ, შაბათი ღამეა, ხო? აი დილის 5 საათი, გამოდიხარ სადღაც კლუბიდან, ბარიდან თორალი, აი გახეული და შედიხარ სპარში. აუ რა უნდა აკეთო სპარში? აი ბავშვისთვის წაიღო რძე? თუ აი უბრალოდ კულტურულად შეხვიდე, რამე საჭმელი იყიდო და წახვიდე? სპარში ხალხო, საჩხუბრად თუ არ შედიხართ, რისთვის შედიხართ? ან რატომ არის ღია 24 საათი სპარი თუ არ შეგვიძლია ჩხუბი? მართლა მაინტერესებს, ანუ რის გამო აკავებენ ამ ქალბატონს? თუ სპარში ჩხუბი არ შეიძლება? მაშინ დაკეტეთ და იყოს დილის 9-დან საღამოს 9-მდე. 24 საათიანი მაღაზიები რატომ არსებობს საქართველოში? თუ ჩხუბი და დედისგინება არ შეგვიძლია მოლარეებისთვის. ჩემთვის რამდენჯერ გამოუძახებიათ, იცი? აი თან ზუსტად სპარში პატრული, რომ შევდიოდი ხოლმე. აი მეგონა რომ ჟელიბონზე აქცია იყო, სალაროსთან მივდიოდი და აქცია არ იყო.
და 2.80-ის ნაცვლად მიწევდა რაღაც 3.30-ის გადახდა. და ანუ დედის ტრაკი როგორ არ ვიგინო. ამ ჟელიბონზე ფასდაკლება აწერია თქვენი დედა მოუთხა ყველას დაგხურავთ. პატრული მოდის, შვიდდები რომ დიდი ბოდიში ცოტა ზედმეტი მომივიდა. მოდი ხელს ჩამოვართმევ. ხელს ართმევ, გარიგებს პატრული, всё იშლებით. აი მართლა რამდენჯერ მიჩხუბია იცით? სპარში. თან კონკრეტულად სპარში. ანუ ნიკორაში არ მაქვს ხოლმე ეგეთი დამოკიდებულება. რა სპარს ეთყობა რაღაც აურა აქვს ის წითელი ფერები, რაღაცები და აი გაგიჟებს რა. ხარივით ხარ, რომ აი წითელ ფერს გაეკიდა და დაეჯახო და შედიხარ სპარში ღამის 4 საათზე და აი რა უნდა ვაკეთო? შევიდე და კულტურულად ვუთხრა რომ საღამშვიდობისა ქალბატონო, თუ შეიძლება აი ეს ერთი ცალი კოკა-კოლა გამიტარეთ, ერთი ცალი სიგარეტი მომაწოდეთ და გეთაყვა აგერ თანხა. ტყიურები ვართ ეს რომ მოვიქცეთ? სპარი არის გლადიატორების არენა. სპარი ხდება PUBG. ღამის 12 საათის შემდეგ, სადაც ადამიანები შედიან უდანაშაულო, რაღაც პატიოსანი მოქალაქეები იქიდან გამოდიან დამნაშავეები, უკვე ნაციხრები, უკვე რაღაცა სხეული დასერილი, ნაიარევები აქ რაღაცა ეს სისხლები და ასე შემდეგ. ჩემთვის ეს არის სპარი ღამის 12-ის შემდეგ. ღამის 12-მდე კი ბატონო, ჩვეულებრივი მაღაზია. კარგით, მოკლედ გავაგრძელოთ ვიდეოს ყურება. ანუ რეალურად რა მოხდა? ქალბატონი მანჩო შეეკამათა სპარის გამყიდველებს და შემდეგ დაუძახა უბნის ბიჭებს და უთხრა რომ მაგის შემეხო ხელი და დედა მაგის შემეხო ხელით და დედა შემაგინა. დედის გინება ან ხელის შეხება ვინმე დავინახეთ წინა ვიდეოში? ანუ ხელის შეხება დავინახეთ კი, იმიტომ რომ ქალბატონი მანჩო ფეხებს ურტყამდა, ხელებს ურტყამდა და ეს კაცი უბრალოდ უჭერდა ხელებს, ხო, რომ არ დაერტყა ეხლა ვიცი ჩვეულებრივი. სკამიანად გაათრიეს კაცი. სკამიანად გაიტანეს, სკამიანად ურტყამენ. თითქოს ეცა ჩემი ხო მეორეცო, ანუ არ არის ჯერ კმაყოფილი მანჩო, არ არის კმაყოფილი, აი მეორე სიტუაცია. და მეორესაც წემენ რეალურად. ესეც შემეხო, ანუ ქალბატონი მანჩოს ახსნით ორმა ახალგაზრდა კაცმა სცემა. და რეალურად ახლა ამ ბიჭებს რა ვიცი ვამტყუნებ? არა, როგორ უნდა გავამტყუნო ახლა უყურე უბნელი ქალია, იასნია მთელი ცხოვრება იცნობენ და ამ დროს უბნელი ქალი გამოდის რაღაც შეშინებული ისე რომ ვაიმე აი ეს ორი კაცი ხელით შემეხო და დედა მაგინეს. იასნია შეხვალ დედას უტირებ ხო ორ ტიპს რომ ხელით როგორ შეეხებ ბიჭო ამ ქალს, ჩვენი უბნელია რაღაც ჩვენი ძმაკაცის დედა რაღაცა კავშირი ხო ექნებათ იასნია ერთმანეთთან, მაგრამ რეალობა ისაა რომ არც ერთი შეხებია ხელით, არც ერთს უგინებია დედა და ეხა ქალბატონი მანჩო მიდის 9 წლით ციხეში. თქვენ გამო ეხა ამ ბიჭებსაც გასროკავენ თქვენი ტყუილის გამო, ეს ბიჭებიც მოიხდიან ერთი 5 წელს იმის გამო რომ თქვენ მოატყუეთ რომ მცემაო, ვიღაც ტიპმაო და დედა მაგინაო, როცა რეალურად არ უგინებია, მაგრამ ნუ თავარია რომ თბილისელობა შევინარჩუნოთ, ჩემი დედა აქ არავინაა ძმა, ყველა თბილისელები ვართ, ყველა გავისროკავთ თავს არაფრის გამო და ქალის ტყუილების გამო. ესაა თბილისელობა. ვინმეს არ გეგონოთ ბიჭო რომ ჩვენ აქ საქმის გარკვევას დავიწყებთ და ჩვენ რეალურად გავარკვევთ ჯერ რა ხდებოდა და მერე მივხედავთ საქმეს. არა ძმა, ყველა გავისროკავთ თავს. იცოდეთ ეგ და ეგ დაიმახსოვრეთ. კაი, ნუ მოკლედ შემდეგ შემოდის ბატონი ამ მაღაზიაში
მე მინდა ეს ბატონიც გაჩვენოთ, რადგან ეს ბატონი გამოხატავს რეალურად თბილისს. აკონია, რომ ეს დაჭერები და ისინი მაგის დედავადა. აგერეკა ჩემთვის გამოვიდოდი მოგარიგებ თო. აკონია, რომ ეს დაჭერები და ისინი მაგის დედავადა. აგერეკა ჩემთვის გამოვიდოდი Дагерекат ჩემთვის топ-5 8 212 400 ჩემი დედა შევეცი 68 ჩემი დედა დაგერეკათ ძმა ამ 112-ში რო რეკავთ ბიჭო ჩემი ნომერი უფრო მარტივი არ არის ამობნელები ვართ ყველა არ ვიცი აი ახალგაზრდებო უცქირად ვინც მიყურებთ ეს არის რეალურად რაც თქვენ გამაზეთ ვინც დაბადებულები ხართ აი 2000 რაღაცა წელს, ხო? აი თუნდაც 2001-ში. ეს გამაზეთ, ეს ყველაფერი გამაზეთ. ესე გვარდებოდა ყველაფერი რეალურად. აი ესეთი ადამიანები ჩამოდიოდნენ. ეჭვიც არ მეპარება რომ ეს ამ ადამიანს ბევრი საქმე მოუგვარებია, კაცო. მართლა, მაგრამ ნუ ეხლა 2025 წელია და ეხლა პოლიცია ყავს. ძმებო, რავი საქმეების მოსაგვარებლად და ესე არ ხდება კაცი გაადრიო სკამიანად სახეში ურტყა დედა და მე უბნურად მოუგვარდეთ ტონკად ясნე ხელი ჩამოართვი და ბოდიში მოუხადე ქალბატონს რომ ქალბატონმა აცემინა შენი თავი და ხედა ნახვი აქედან ბიჭო ამ მაღაზიაში ვეღარ იმუშავებ რა სიგიჟე ხდება და ხალხს რო კიდე აი ისე კიდე რო ესე ფიქრობს ხალხი ბიჭო ანუ ყველა განვითარდა რეალურად უყურეთ აი ესეთი კატეგორია ორ ნაწილად გაიყო რა ზოგადად როცა ცხოვრება შეიცვალა როცა თბილისი ურთიერთობა აღარ არის ეს კატეგორია რეალურად ორად გაიყო ერთი ადამიანები რომლებმაც ნუ აუწყო ეს ფეხი ინოვაციებს რა ვიცი ტექნოლოგიების შემოსვლას ყველაფერს და გააყვნენ ანუ ისე ვატრაკებენ მაგრამ ნუ უკვე რაღაც ახლებურად რა და ზოგი ადამიანი ანუ ჩარჩა ისევ იმაში და ისე ვატრაკებენ პატროლში დარეკვა ჩემი დედა ას რეკავ ბიჭო პატროლში შენ აიყო ბიჭო სპარის თანამშრომელი ხარ თანამშრომლობ იმასთან დიახ ბატონო რა ვიცი თანამშრომლობ სპარის თანამშრომელი არა ბიჭო თანამშრომლობას ხო რაღაცას გეკითხები თანამშრომლობ პოლიციასთან რა ვქნათ ხალხო მე რა გიშველთ მე რითი გიშველთ მე რითი დაგეხმაროთ ვინმეს 9 წელი 5 წელი გადაობა ისაა რომ მართლა არ შეუგინებიათ ტიპებს დედა და ხელით არ შეხებიან ხელით შეეხნენ იმის მერე რაც ქალბატონი ხელებს ურტყამდა და ფეხებს ურტყამდა და უბრალოდ ხელები გაუკავეს რომ რა ვიცი მაინც უსიამოვნოა უბრალოდ როცა ვიღაცა გირტყამს სახეში და ასე რომ ხელს დაუჭერ რა მოკლედ გავათამაშოთ მეგობრებო მაისური და გამომწერებს შორის რო არ გავათამაშო მინდა უფრო ახლო ხალხს გაგითამაშოთ და ვინც წინა ვიდეოზე პოზიტიური კომენტარები დატოვეთ მინდა რომ იმათ შორის გავათამაშო იმ ვიდეოს ქვეშ რა იყო კაცებზე რომ მქონდა მოკლედ ანუ მაგ ვიდეოს ქვეშ აბსოლუტურად ყველა კომენტარი იყო პოზიტიური რა ვიცი არანაირი გინება არ ყოფილა ასე რომ მაგ ვიდეოს კომენტარებს შორის გავათამაშოთ ეს მაისური 65 კომენტარი ჩაიტვირთა რეალურად 80-ზე მეტია, მაგრამ ეთყობა არ იმეორებს ან რა ვიცი. ეთყობა ვიღაც თუ 2 უწერია არ იმეორებს, არ ვიცი. ავირჩიოთ. გიორგი შალომბერიძე 789. მიშა შენი ვიდეოებით მიდგა სული, მაგრამ ყველა სასული რო პირო ამას იტყო და მასი კარტის თამაშიც არ შეიძლება და მაგრამ შენთვის უბრალოდ თამაში ასე რომ ტყუილად დაუძახე ბოროტი მამაოს. გიორგი
ნაწილობრივ პოზიტიური კომენტარი. ეხლა ამას ტალახში ამოუსრული და ისე გაჩვიქებ. არა, ხუმრობ მოკლედ. ნუ, დიდი მადლობა გიორგი უბრალოდ რომ ხარს მიჭერ, უბრალოდ რომ აკომენტარებ, ასე რომ მომწერე, თუ გნებავს, რა ვიცი, ჩემ ნაცვამს გადმოგცემ, თუ გნებავს ახალს გამოვწერ და ორ კვირაში ჩამოვა. უპრობლემოდ. ყველას უღრმესი მადლობა, ვინც აკომენტარებთ პოზიტიურ კომენტარებს, ცოტ რომ სულ მთელი თქვენი ჩარიცხული თანხები წავა ესეთ დებილობებში. ერთი თეთრიც არ დაიხარჯება რამე ჭკვიანურში. და ნუ რეალურად მართლა ყველაფერს თქვენთან გავათამაშ. ნუცა ბუზალაძის სუნამო სად არის სხვა შორის? ჯერ არ ჩამოსულა, მაგრამ ველოდებით, ალბათ ერთ კვირაში უნდა ჩამოვიდეს უკვე და მაგასაც გავათამაშებთ, რა თქმა უნდა. всё, კითხვები გამოუშვით, დონაციების გამოშვება შეგიძლიათ ქვემოთ აღწერაში მითითებულ ლინკზე და დიდი მადლობა ყველას. კოცნი მიყვარხართ. ჩაო!